მიკრობანკების ფინანსური მაჩვენებლები უმჯობესდება ბაზარზე ამ დროისთვის არსებული ორი მიკრობანკის წმინდა მოგება მთლიანობაში 20 მილიონ ლარს აჭარბებს. კომპანიები მომავალი წლისთვისაც პორტფელისა და მოგების ზრდას პროგნოზირებენ. როგორია ფინანსური სექტორის მოლოდინები და როგორია მოზიდულის აღსრების ფასი? დეტალებით ქრისტინა გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო, გამარჯობა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საბანკო სექტორის მოგება გაიზარდა. 10 თვეში ბანკებმა 2,7 მილიარდი ლარის წმინდა მოგება დააგენერირეს, საიდანაც მოკრძალებული წვლილი ბაზარზე ახლად გამოჩენილი მიკრობანკებისაცაა. მიკრობანკი კრისტალის მოგება 10 თვეში 14 მილიონი, ხოლო MBC-ს 6 მილიონი ლარი იყო. კომპანიები დეპოზიტების პორტფელსაც ეტაპობრივად ზრდიან და საბანკო სექტორთან შედარებით კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით არიან წარმოდგენილი. მიკრობანკები ქართულ ბაზარზე ჯერ მხოლოდ 1 წელია, რაც ოპერირებენ. მიკრობანკის პირველი ლიცენზია MBC მიიღო, მოგვიანებით კი მიკრობანკის მანდატით ოპერირება დაიწყო კრისტალმაც. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ლიცენზიის მიღების შემდეგ კრისტალის პორტფელი სწრაფად იზრდება. დეპოზიტებისა და საინვესტიციო პროდუქტების მოზიდვის შესაძლებლობა მიკრობანკებს მოზიდულის სახსრების ღირებულებაც შეუმცირა. მიკრობანკები ბუნებრივია მსხვილ სტრუქტურულ ბანკებთან შედარებით მცირე კაპიტალით არიან ბაზარზე წარმოდგენილი, თუმცა მათი საკრედიტო პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. მიკრობანკები უფრო მეტ აქცენტს ბიზნეს ცეცხლების პორტფელის ზრდაზე აკეთებენ, მათ შორის კი სოფლის მეურნეობის დარგის დაფინანსებაზე. პროცენტ ვიზრდებით ყოველწლიურად და აი არსებული კაპიტალით, რომელიც კრისტალს გააჩნია, რომელიც წლების განმავლობაში აკუმულირება გაუკეთა, ჩვენ გავაგზავნებთ ამ ზრდას. მაგრამ თუ ჩვენ მოვიპოვებთ უფრო მეტ კაპიტალს, რაზეც უშუალოდ მიდის მუშაობა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის შესაძლებლობა, რომ მოხდეს ბანკის განსხვავება, მომსახურების გაფართოება, მაშინ ჩვენ გვექნება საშუალება კიდევ უფრო სწრაფად გავიზარდოთ. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ საქართველოს საბანკო ბაზარი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და უფრო ნაკლებად კონცენტრირებული. ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან პატარა მოთამაშე ვართ და ჩვენ დიდი ბანკი კოლეგების ზომას ახლო მომავალში ვერ მივახცევთ, მაგრამ ზოგადად კონკურენცია ბაზარზე, მრავალი მოთამაშის არსებობა და არა თქვათ ის წლების წინ არსებული პრაქტიკა, როცა ხდებოდა ცოტა გაურკვეველი კონსოლიდაციები, რა თქმა უნდა, ეს პირიქით უნდა ხდებოდეს. წლის დასაწყისში საფინანსო სექტორის წარმომადგენლები მოზიდულის სახსრების გაძვირებაზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესები რისკების ზრდასა და შესაბამისად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდულის სახსრების გაძვირებას განაპირობებდა, თუმცა ამ მხრივ ბოლო პერიოდში ვითარების სტაბილიზაცია შეიმჩნევა, რაც საბოლოო ჯამში კომპანიების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთების გაიაფებაზეც უნდა აისახოს. მიკრობანკების მსგავსად ასეთი მოლოდინები აქვთ მიკროსაფინანსო სექტორში. მიუხედავად რეკორდულად მაღალი ზრდისა, მიკრობანკად გარდაქმნას არ გეგმავს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო. კომპანიაში ამბობენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასების მატებამ რიკოს ფინანსური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. პირველად 30 ნოემბერს გადავაჭარბეთ 1 მილიარდიან აქტივების პორტფელს, რომელიც დიდი წარმატება იყო. პარალელურად ყველაზე დიდი წარმატება, რაც შემიძლია აღვნიშნო რიკოსთვის წელს იყო, რომ რიკომ წელს მოახერხა საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება ჩვენი მეშვეობით მოხდა 293 მილიონით. ეს იყო ჩვენი მოგზალებული წილი ქვეყნის რეზერვების გაზრდაში. გაიაფება სესხების არის თვისობრივად მნიშვნელოვანი. ანუ სესხი როცა არის იაფი, თვისობრივად მნიშვნელოვანი ხარდაჭერა შეიძლება აღმოჩნდეს უკვე ბიზნესს. ბიზნესი უფრო გაბედული იქნება, მიიღოს ესეთი რესურსები, მრავალფეროვნება თვითონ ამ პროდუქტების ასევე მნიშვნელოვანია, ბევრი დამოკიდებული ტექნოლოგიებზეც, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობაზეც, ასე რომ მრავალფეროვანი საქმიანობა საჭირო, რომ როცა ჩვენ ვამბობთ, წვდომა გაადვილდეს, გაუმჯობესდეს, ამაში განაკვეთიც იგულისხმება, რა თქმა უნდა, და მიწოდების ფორმა და კომფორტი და ყველაფერი ერთად. აი დღევანდელი დღე ითხოვს ამას და საბანკო ლიცენზია ჩვენ გვაძლევს იმის პირობას, რომ ეს ახალი რეალობა შექმნათ მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის. რაც შეეხება ჯამურად მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსურ შედეგებს, შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 9 თვეში ქვეყანაში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 109 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.